დაახლოებით 9 წუთები იყო კარზე ბრახუნით მეგონა რომ რაღაც მეზობელი აკაკუნებს და ისეთი არაფერი არ არის ანუ არც მიოქცე ყურადღება და ნუ აი ძალიან რო გაგრძელდა თან ბავშვთან ერთად ვიყავი 7 წლის არის და ეძინა და ანუ მე ბავშვაც გამოიხვიძა და რო დაქი რო ვკითხე რომ მითხეს რომ მეზობელი ვარო და გავიხედ და ნუ ჩანდა რომ 4 ადამიანი იყო და სამხრე კამერაც დავინახე რომ ჩართული აქვს და ნუ მივხვდი რომ რაღაც ანუ არ არიან მეზობლები და რა უთხარი რომ მეთქე ვინ ხარ თქო პროკურატორიდან ვართ მითხეს ჩხრეკის უფლება გვაქვს და გაგვიღეთ კარი შეგვიძლია რომ ძალით გავაღოთო და ხა შემოგრევას კარიც და ზომჯობინა რომ გამეღო შემოვიდნენ ჩავამართვეს მობილური ტელეფონი რა წამსა ჩავამართვეს იმავე წამს სიტუაცია განეიტრალდა რა ხო მითხრა რომ გადაღების უფლება არ მაქვს და შემიძლია რომ პროპორციული ძალის გამოყენებით წაგართვა და ნუ წავიდნენ ჩანს ლაივში სიმშელეს რაღაცა უცებო ითათბირეს და ნუ წამართვეს და ჭიდაობას ვერ დაუწყევდი იმიტომ რომ ფეხმძიმედ ვერ მეთვითო პატარა ბავშვთან ერთად კიდე რაღაც გამწვევა არ მინდოდა და ნუ ეს მობილური რო წაიღეს მე რა უკვე ტონით შეიცვალა იმიტომ რომ თავარი როგორც მივხვდი იყო ეს მობილური ამოეღოთ და დაიწყეს შემდგომ უკვე ჩხრეკა ტონის შეცვლაში რას გულისხმობ ანუ აი რაღაც მე რო კამერა რო აღარ იყო მითხრეს აი რაღაც დარწმუნდები შენ თვითონაც რომ არაფერი საშიში არ არის ანუ რაღაც თითქოს მეგობრული ურთიერთობის დაჭერა. მითხრეს რომ გამოძიება მოქმედებები მიმდინარეობს საბოტაჟის მუხლით, ასევე უცხოეთიდან დაფინანსების ნაწილი ახსენეს და კამერა რო გავთიშე, მხოლოდ ამის შემდეგ ამერცეს ეს ყველაფერი და მითხრეს ასევე ახსენეს მოძრაობა სირცხვილესთან კავშირში. ასევე მითხრეს რომ 1 აპრილიდან არის ეს განჩინება და ანუ პერიოდი არის 1 აპრილიდან დღემდე. ოღონდ 1 აპრილიდან დღემდე მოძრაობა სირცხვილესთან გაჩერებულია, ანუ არავითარი რაღაც არც ფინანსური არც სხვა ტიპის აქტივობები მას არ უფიქსირდება და ნუ ფაქტობრივად არაფერი რა როგორც ხვდები ეს რაღაც მასობრივი შევარდა მათ შორის ნანუკასენაც გავიგერო შესულები არის რაღაც თითქოს მასშტაბის ჩვენება და დაშინების მცდელობა უბრალოდ დილით როცა მოდიან და ეს რაღაცა მოწმენდილცაზე ამ ფორმით ჩამოდიან სახლში და პატარა ბავშვი ყავს ცხადია რომ მაინც არ არის სასიამოვნო და ხეთ დილის რატომ იყო საჭიროება კი მიპასუხეს რომ შემდგომში საცობები იქნებოდა და ძალიან გაეწელებოდათ მოსვლა. ხოდათ ინფორმაცია რომ შეძლო ბავშვთან ერთად იყავით. ვუთხარი კარზე რომ დაგაკეთეს. ხალხს უიცოდნენ რომ მოდიოდნენ. მაგდენი არის, მაგრამ მითხეს რომ ვიცოდით რომ მე შევა ასევე მეორე არგუმენტი იყო რომ სახლში აღარ დავხვედროდი და ნუ ბავშვი ინფორმაცია ქონდათ, ჩემზე ინფორმაცია ქონდათ, დიდი ალბათობით ჩემ შულებს ინფორმაცია უნდა ქონოდათ და ის რომ არ იცოდნენ და შემთხვევით გაიგეს მერე არ ამგონია რომ ეგრე მომხდარი.